როსაუბრობთ იმაზე, მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ დაახსენოთ. ასევე ქალები მოგვისაკლისეთ და ქალის უფლებებიო ბრძანეთ, მადლობა ამისთვის. ახლა მე ღიაობით ცნობილი ვარ და ცუდი საუბარი იცისო, ჩემზე ამბობენ, მაგრამ მე არ მაქვს პირადად იმის მოლოდინი, სწორად გამიგეთ, რომ თქვენ მე დამიცავთ. ეს დაცვა არც მჭირდება. მაგრამ ლომჯარი ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არა ვარ და თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, მაშინ ქალებზე რო ისაუბრეთ, ქალ დეპუტატებზე და მათ თავდასხმაზე რატო არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რო ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე ერთხელ მაინც რატო არაფერი არ თქვით? გეგძალებათ ამის თქმა. მაშინ ასე კითხავთ, თუ 2024 წლის ანგარიში იყო, მიკროფონში არის მოდა ბრძანა სახალხო დამცველმა. გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე როდისმე მოიკითხეთ, როგორ იყვნენ მამამის, რომ მელანიში ასხა მავნებელმა სახეში და ბავშვები ამას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ და დაბრმავდა თუ არ დაბრმავდა სამსახურში მყოფი მამამისი არ იცოდა ბავშვმა. ეს რაღაც დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ჩვენ თქვენ დაგიჯეროთ, თორე მე კიდევ ერთხელ ამბობ, არასდროს რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ გავბედავრო, თქვენ შეგაწუხოთ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ბევრი სხვა საქმე გაქვთ უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი. ეხლა კითხვა რატო დავსვი? სწორედ ამიტომ დავსვი, რომ თქვენ მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მეტნაკლებად გიცნობთ და ღირსებით სავსე ადამიანი გახართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ. ალბათ ეს სტაფის ბრალია. რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ თქვენ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხო არ გვამყოფებთ მათი მეძზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხო არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში თურმე დღევანდელ ქართულ ციხეებში არა ადამიანური მოპყრობა. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი. და ეხლა რაღაცა შეიძლება მისაყვედურო და ის რომ ადამიანის უფლებები არ ვიცი და ბალანსი სად იწყება და სად თავდება, ალბათ ამას ვერ მისაყვედურებთ. ასევე მაინტერესებს ისევ იმ კადრებთან ერთად ხო არ მუშაობთ, ჩემი სასჯელ აღსრულების მინისტრი როცა ვიყავი, იუსტიციის მინისტრი. ზოგიერთი ლომჯარიას თანამშრომელი, თქვენი აპარატის, ამჟამინდელი აპარატის შეიძლება არ მუშაობენ, მაგრამ მაინტერესებს პასუხი. სპეციალიზდებოდნენ პრაგონში, ეგრეთ წოდებულ პრაგონში. შედიოდნენ ერთ ციხეში, იღებდნენ ვითომ უფლებებს ამოწმებენ, მონიტორინგზე შედიოდნენ, გამოქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში შედიოდნენ, ვისთანაც დააბარეს გზავნილი და ამ ფორმით, რასაც ქვია ბოდიშსვიხტი გამოთქმისთვის პრაგონის ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს და კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. ეხლა მე მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? და ეს რომ თქვი ლომჯარიას აქ მობრძანების დროს 21 იანვარი იყო 20 წლის, შეიძლება წელი მეშლება. მაშინდელმა აპარატის თქვენმა თანამშრომელმა სასამართლოში მიჩივლა და ვერაფერი დათუნია კამფეტი ვერ დაიჭირა, მაგრამ ხო მიჩივლა. აი თავხედებისგან იყო ეს აპარატი შემდგარი. მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ, ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატო ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რომელსაც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? რატო ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატო ვერ გხედავთ ჩვენ? ან გითხარით, რომ არა ხართ ჩვენი ომბუდსმენი? ჩვენ უფლებებს როდისმე იცავთ, მაგრამ პოლიციელი რატო არ ახსენეთ დაჭრილი პოლიციელი? რატომ? ასევე რატო არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე. ეხლა არ მითხრათ ეს ადამიანის უფლებები არ არისო. ადამიანის პირველი უფლება უსაფრთხოების უფლება. ქვეყანა იყო 4-ჯერ თუ 5-ჯერ დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. გამოთქვით თქვენ ამაზე რაიმე ტრიბუნიდან, მე ვერ გავიგე. ხო, მე დროს გადავაცილე, მაგრამ თქვენი დრო დავიკავე, თქვენ 3 წუთი დაგრჩათ და არ გამოიყენეთ და იმ 400 გვერდიდან ცოტა მეტი მოგეყოლათ და ის 3 წუთი გამოგეყენებინათ. მადლობა.